აბა ვიფასო მეგობრებო მოვიდა ის დღეც რომ უკვე ჩვენი ნაკრები გვაჩვენებს რაც წარმოადგენს სასონხეთში ხვალ და რასაკვირველია ამის ირგვლივ შესაძლებელია ჩვენ ზედმეტად ბევრი ვილაპარაკოთ იმიტომ რომ მაინც 100 თუ ისეა ჩვენთვის აუცილებელია კიდევ ერთხელ სასონხეთის ბრძოლაში კიდევ ერთხელ დავანახოთ კავკასიას და ევროპას რომ კავკასიაშიც არის გუნდები შეუძლია თამაში და რომ ნახოთ ვინ უკეთესად ბატონებო ამიტომ საქართველოსა და სომხეთის შორის დაპირისპირება ფეხბურთში მრავალ წლის ისტორია აქვს. ბატონო ჩვენი გუნდი როდესაც კარგი გუნდი იყო ყოველთვის ბუჭირდა ერევანში თამაში და იმიტომ რომ ქართველი ხალხი და სომხები დაპირისპირებული იყვნენ როგორც საერთოდ ხდება ფეხბურთში ერთმანეთს და ამიტომ ფრანგები ინგლისელები კი ბატონო ამიტომ დაპირისპირებული იყვნენ და ისტორია გრძელდება ეხლა მე დღეს მე მგონი სომხეთის ნაკრები შედარებით სუსტია ამ საქართველოს ნაკრებთან და ჩვენ ვიმედოვნებთ რომ საქართველოს ნაკრები მიაღწევს წარმატებას მაგრამ წარმატების მიღწევა არ იქნება ადვილი თამაში უნდა იყოს ძალიან მოტივებული ძალიან მაღალდური უნდა შეატაროს ჩვენმა გუნდმა თამაში რომ სომხეთს მოუკლოს ხოდა ჩვენ ვიმედოვნებთ ამას პრინციპული მატჩია და ანეკდოტებით არ დადიოდა დათუნაშვილის სურათით კიდია ტირშიო პირდაპირ ხუთი გოლი რომ გაუტანა ხალხი ჩვენი პირველი თამაში რო იყო რაზანის სტადიონზე მე რო გავიტანა ფურთი ესიც ისტორიაში შესულია მაშინ 100,000 და პარკ დე პრენსზე კიდე არა საფრანგეთში ხო ჩვენ კაი რაც გავაკეთეთ ჩემმანუჩამ ხო ის ყველაფერი ხვალინდელ დღისთვის უნდა დავივიწყოთ კაი იწყება ხვალიდან იწყება კაი ახალი კალენდრის ფურცელი უნდა გადავშალოთ ხო ახალი კალენდრის ფურცელი უნდა გადავშალოთ სწორი ძალდებით და მე მგონი რომ ჩვენ ეხლა სომხეთის შინაგან მდგომარეობა ძალიან კარგად ვიცნობთ არაერთხელ გვაქვს ორტანზოლები ჩაგარებული მაკაცური მეგობრული თუ სპორტიული და ამიტომ ერთი რამე წამს რომ მე არასდროს არ მქონია ესეთი სიტუაცია რომ ერევანში ჩავსულიყავი გვეთამაშოს და იქ ყოფილიყო მაქსიმალური მობილიზაცია იმგენიდან და ამიტომ ეხლა კი ვითომ თამაშის წინა დღეებში იციან მცველებმა და იმ ორგანიზატორებმა ვინც ცოტა ფსიქოლოგიურად ჩვენ ხო ვთქვით რომ ერევანში თამაში საერთოდ ძნელია იმიტომ რომ სიმაღლის განსაზღვრავს ну ეს ფაქტორი მაუნჯარ 1000 ეს ფაქტორი კარგია შენ მაგის და ეს ჩვენ ოს არ გვიგდებენ აი ნახოთ არა რას კი არ გვიგდებენ აი რო არ გვიგდებენ გამარჯვებულია ამ ერთა ლიგის იმაში გადის ჩემპიონატში ეს ისეთი ფაქტორია შენ ახლა რა დიხარს სიმაღლეზე ახლა მე ბელჯენ მომწერა ასე სამხრეთ ამერიკაში ბოლივიაში გითამაშია სამხრეთ ამერიკაში ყველგან მექსიკაში მასაში ხო და მაგრამ რა რიცი მანუ ერთი რამეს კი ვიძნობდი იქ კაი იმდენად საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ხან სიცივეში, ხან სიცხეში, ხან ქარში, ქუთაისში მithumetes ხო, ისე მიჩვეული ვიყავით ამას, მანო ხო, ადვილად აკლიმატიზაცია, არა, ადვილად ჩანთელი სპორტსმენი, ყველაფერს ეგუება, ხო, ეგუება. აი ეს ყველაფერს ეგუება. ხო, და შენ გვაქვს გავლილი ეს სკოლა. ასე იგი, ბიჭო, სული წახოდნენ, აუ, აქანეს უნდა გამიჭირს, იქანას უნდა გამიჭირს და ფიქრობდი ბიჭო კი რაღაცა მაგრამ მაინც ის სპორტიული რეჟიმიდან რომ მიდიხარ ანუ ხო მაინც თავაწეული დაფიხარ კი ეს შენ თავს ჩვენ აგრეთვე გვიჭირდა თამაში არმატაში
კი, მანო, პატარა, ვითომ გვიჭირდა, მაგრამ გვიჭირდა გინდა ალმატაში ჩასულიყავი და გინდა მოსკოვში. გაიგე, მაინც გვიჭირდა. ვიდრე რომ გასვლის ითამაშები, ფსიქოლოგიური ფაქტორი, იქ საჯების იგი იყო სტარტიდან ნაბიჯი მიკერძოება. ეხლა ჩვენი ფეხბურთელები, ვინც ევროპაში თამაშობ, ძალიან კარგად თამაშობენ. აი გულიშაშვილის მეკარეს მიყავთ ეს ბაუქში. ეხლა კაი რაღაცა შეეხო ეს. მიხაუტაძე კარგ ფორმაში, ამიტომ რომ უნდა თამაშოთ რა, ყველა კარგად თამაშობს. მაგრამ სომხერზე თამაში სულ სხვა. ხო, მაგრამ ეს ის ხო. კი, მაგრამ შენთან დაკავშირებით, ჩვენ აგერ გვიწერია რომ კვარაცხელია და საბალობჟანიძე გველესიანი არ ითამაშებს. ხო, არ თამაშობენ. კაშია. ხო, კაშიაც. ხო, ვერ ითამაშებენ იმაში. სასოხეში ვარ, თბილისში ხო ითამაშებენ. ხო, ხო და არა, მომისვენე გველესიანი არა გამოძახებული ეს. ხო, არ არის. ნუ იმიტომ რომ ტრამვა აქვს რაღაცა, ამიტომ. ხო და კაშიაც ეს გაფრთხილებოდა ამიტომ. ხო და არა გამორიცხული დაცვაში კიდე გოგლიჩიძე, მერე დვალი, ლაცაბიძე, აი ესენი ეს სამეული ითამაშებს. ის კი არა ვინც იყო, ეს სამეული ითამაშებსო და ამიტომ აქაც კიდე შეტევაშიც არის სიახლეები, ახლა ესე იგი ხო უნდა ითამაშონ ყველა ბურთზე რა. მიქაუტაძე, ზივზივაძე, დავითაშვილი, ხო? ეს სამეული წინ შეიძლება ამ სამეულმა ითამაშოს. ესე იგი ჩვენ რა შეგვიძლია? გულიაშვილი არ თამაშობს ამაგარი რა. ხო და ახალგაზრდა ბიჭიც როა ისიც კაცო, ხო კაცო. ახალგაზრდურიდან ხო არის კიდე? არის. ხო ბიჭი, ხო მა. ჭამბუდაძეს კარგ ფორმაშია. გულიაშვილი არის იმაში თამაშობს და 19 გოლს გადანებდა. ხო და რა არის ახლა იცი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენმა ცნელმა ჩვენმა გააკეთა კიდე ერთი საკითხვითი ნიშნო თავისი ნაბიჯი. შემოიყვანა როგორც საჭიროა აუცილებლად კიდე გაახალგაზრდებული ბიჭებიც. გაიგე, სიახლე ჩამოაგდო ესე იგი 3-4 ბიჭი, მაინც და ერთი მოაგდო, იმიტომ ის კარგად თამაშობდა სხვა გუნდებში და იმიტომ შემოიყვანა. და ეხლა გუშინ იყო სანიოლის დაბადებისა და ჩემი აზრით კარგი იმას შედეგი უნდა დადოს. რო აღნიშნოს თავის. ხო, ნუ ეხლა პრინციპში ერთი აუცილებელია მაგ იმიტომ რომ რაღაც პერიოდი, როდესაც 2-3-4 წელი გუნდი თამაშობს და ითხოვს სიახლეს ამ ცნელის ერთ-ერთი დიდი ფაქტორია რომ უცბად გაახალგაზრდაებ და ისე კი არ გაახალგაზრდავებ რომ ზიანი მიაყენო გუნდს, არამედ ახალგაზრდობა ბალანსირება. ხო, შემოდის ნორმალურად და შემოდის ისე რომ კი არის კიდე ამ 21 წლიანებშიც, მაგრამ კარგია ის რომ უკვე პირველი ნაკრებისთვისაც ზათ არის. კი ბატონო, ამიტომ ეს ფილოსოფია ახალგაზრდას შემოყვანა ცოტა ვითომს არისკოა, მაგრამ ისეთი გუშინ, როდესაც სამიოლი ლაპარაკობდა პრესკონფერენციაზე, ისეთი რაღაც თავისი ისე ქონდა რა, რომ ჩვენ კი შემოვიყვანთ ახალგაზრდას, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ეს ახალგაზრდა უკვე მზად არის საამისოდ. ახალგაზრდები დღეს პოლონეთის ნაკრებთან თამაშობენ. ახალგაზრდას გუნდში ინტეგრირება ეს ძალიან ძნელია. აი ჩვენ მაგალითად წლების განმავლობაში მთელი წლები დუბლებში თამაშობდნენ და სვანაძე და ინგლისში დააყენა პირველად სასტავში გავიდა. ეხლა რა არის შეხედე აგერ მაინც ახალგაზრდებით 21-იანებიც ხო საფრანგეთი, საქართველო, პოლონეთი და პორტუგალია. ხო, რომელთან გინდა რომ დღეს ამ გუნდებთან მაქსიმალური არ დადო.
მაქსიმალური ალბათ. თამაში ყველასთან 19 საათზეა თამაში დღეს პოლონეთთან და ახალგაზრდულ ნაკრების. ხო, დღესაც ავტორი ხარ. 19-წიანი. რომელზეა? 19 საათზე, 7 საათზე. ხო, ეხლა პრინციპში მაინც ჩვენ აი საჯობა როგორი იქნება ამასაც შუმინელი ფსაჯია საინტერესო მაგით. როგორი იქნება? ჩვენ ეხლა ჩვენი მაგალითად გამოვლილი ეს სკოლა ესე გვაქვს რომ ნებისმიერ თამაში ასეთი ნებისმიერ თამაში ეს როდესაც საქართველოს არ უნდა გახდნენ ერთხელ გამოეკიდა ფეხბურთელი იქით მიდის უკან თავის კარისედ იქით გამოეკიდა და ჯარიმა გაკეთდა ზაკენ დაუხდა ხუთი ვაკეცავო ჩვენ უნდა იმუშაოთ ბიჭო მაგით ვარ იცი ფეხბურთელმა ასეთ დონეზე რა უნდა გააკეთა როგორ კოდა დაკეთა მაშინ საწოდაობა და ეხლა ჩვენ ერთი რამე თქვათ რომ ფეხბურთელმა და ცნელმა კი არიან ახლა ისე ერთმანეთთან უკვე შეთამაშებული რომ თავისი ძლიერი მხარეებით სადააყენოს, აბადააყენოს და ტაქტიკა ათამაშოს. იქიდან გამომდინარე ახლა კი მართალია შემომყავს ახალგაზრდა, შემომყავს სხვა შემადგენლობა, აგერ დაცვაშიც, ნახევარდაცვაში ვითომ არა, მაგრამ თავდაცვაში და დაცვაში არის ცვლილებები. შეიძლება ყველაფერზე წამოგიკიდოს მაგალითად რაღაცა წაგესპოროს აი ხა 14 წელს ოლიმპიადაზე კალათბურთში ზოგიერთი მაყურებელის ბოდიში და ძალიან ამლაშებს რატო ისეთ თავის იმას ახავს გუნდს და მწუხლებს და მწუხლება ყოველთვის უკეთეს ამადუმ დამაჟებს რომელი ფეხბურთელი უფრო კარგად არის მომზადებული რა ეხლა კიდე კაი რომ ვინც კაი ფეხბურთელია ყველა აყავს და რა გააკეთოს თიმოედანზე ფეხბურთელები წყვეტ თვითონ უკეთეს ხო მაგრამ კარგია არ ყოფნის მე არც გამიკვირდება უგეშაშვილი რო დააყენოს არა გასაკვირველი და არის მამარდაშვილმა ყოველთვის კარგად თამაშობდა და ითამაშებს ჩემი აზრით. ბიჭო, მეკარეს. ბიჭო, ჩვენ შეგვიძლია მაქსე ვილაპარაკოთ, მაგრამ მამარდაშვილი ითამაშებს თუ პავლიაშვილი ითამაშებს. იქ როცა 3 დღის 4 დღით რო შეიყვანა გუნდი იქ და ყავს ახლოში, იქ უნდა დაარტყას სტამპი. ეს არის გზა, ძმაო, ხო უყურებ ეხლა მამარდაშვილი ფსიქოლოგიურად მაგრათაა მოსულია უნდა ვათამაშო აბა რა. ვაიმე თუ გატეხილია, ასაკვირველია ხო არ ღირს რომ არ დავაყენო და ეს სასტორი მიდის. ხო და მაგას ვიდახი, მან უკეთეს. მეკარე ისეთი ამბავია რომ ტრენერმა უკვე იცის ვინა დააყენოს კარში და სულ შენი სიტყვები მახსენდება ურუშაძე გოძახო და დაარტყმით. აი ურუშაძე ესეთი კაცი იყო. ყველა არ დაარტყმებიო ყველა მეკარე მეუბნება არ დაარტყმებიო და ურუშაძე ბატონო მეუბნება და დაარტყმებიო იმედი ქონდა საიდან გაიჭირა ეს არის მამარდაშვილიც ნუ ეხლა რა არის ბიჭო ჩვენ ეხლა ერთ რამეზე უნდა შევთავაზეთ აი გამოვლინოთ შენ მაგალითად მამარდაშვილი ბიჭო ერთ-ერთი საუკეთესო იყავი იაშინის როლამდე აგიყვანა იმან ფეხბურთმა. ო, 4-5 თვისი. დღევანდელი ბოლო თამაშებმა რაღაცა ფსიქოლოგიური ფაქტორიდან ამოგაგდო. გაიგე, ამოგაგდო. ესე იგი რაღაცა ხელი შეგიშალა. ეს რაღაცა რა არის შენ თვითონ უნდა გაანალიზო. რომ ამ თამაშზე მევიდე ჩემ პიკ ფორმაზე. და მაგის პიკ ფორმა ისეთი იყო რომ იაში ეგ არის პროფესიონალიზმი ხო ეგ არის პროფესიონალიზმი და ეჭვიც არ მეპარება რომ თვითეული ნაკრებში მოხვედრილი ფეხბურთელი უკვე პროფესიონალია და რეზო შენ სტატიაში ამბობ რომ თამაშ ფორმის პიკში უნდა შეხვდე რომ პიკ ფორმაში უნდა შეხვდე რა უნდა იყო მზად ყველაფერი ხო მაგრამ შეხედეთ თამაშ გააჩენია თვითონ ნებისმიერ თამაში თვითონ პიკ ფორმა რას ნიშნავს პიკ ფორმა იცი რას ნიშნავს პიკ ფორმა ნიშნავს შენ რომ საუკეთესო ფორმაში ხარ შენ რომ თებერვალში რომ მოდიხარ გუნდში და იწყებ უკვე ვარჯიში და თებერვალი მარტი და აპრილში უკვე თამაშებში თამაშავში თებერვლიდან მარტამდე
იხსეთი სპორტიული რეჟიმში უნდა იждე პიკ ფორმაში მაშინ მოდიხარ. ეგ არის პიკ ფორმა. ის კი არა პიკ ფორმა. აუ მე პიკ ფორმაში ვარ, დევიწერ გულზე და პიკ ფორმაში ვარ. შენ ამას უნდა შეწირო ეს 2 თვე. ამ თამაშს. ბოლომდე აიმაღლო რა და ყოველთვის ბალანსზე უნდა იყო რა. ხო და არა რა არის იცი რომ ერთადერთია რომ დღეს უკვე ჩვენ ძალიან ბევრ თამაშებს უყურებთ ევროპის გუნდების და არის მაგარი სისტრაფეები, სირბილი არის, დარბიან მაგრად და უკვე დაზე ფიქრობ იმასაც რომ რა გვეშველება ჩვენ ეროვნულზე თუ როდის დავეწევით ამგეს. ჯერდი შეხედე უკვე თამაში ვერ ნახავ კონჩეტევა სტარტის სისტრაფე წართეული არა გურდი უკვე და ვინც მეტ სტრაფად დარბის ვინც მეტ ზუსტ პასი ძლევა ის და ბოლომდე აი კვარაცხელია იმ მატჩზე ლივერპულთან 91 წუთზე ცარილკარიდან გამოიტანა დავდასხმელი უკან დაიხია და ნუ ახლა ასე მაცაც უნდა ასე ადვილი არ არის ახლა რომ აი კვარაცხელია არა ლობჟანიძე არა გველისიანი არა გაიგე და ეს სამი ფეხბურთელის შემცვლელები როგორ შემოდიან ვირ არიან ეს უკვე ბიჭო ასე სომხეთთან მომავალი თამაშები გამოჩება ჩვენი გუნდის ნარდის ისრაელე ბრაზილია 62 წელს პელე აპროვდა იმაში. ყველაფერს თბილისის თამაში გადაწყვიტა. ხო, ახლა თბილისთან არა, ყველაფერს თბილისის გადაწყვიტავს და სომხეთი უნდა წავიდე. ხო, მაგრამ ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, ახლა მომჭარა ჩვენ წლების მანძილზე სასომხეთში ნათამაშები გვაქვს, სტადიონიც, მოედანიც, ხალხიც, გულშემატკივარიც, ზეპირად ვიცით, მაგრამ ის ნაბიჯები ყველანაირად. და ერთი რამე ვიცოდეთ, რომ სასომხეთის ძალიან უმაღლესი ფაქტორი არის შეტევა. ყოველთვის რო ჩავდიოდი, ალბანეთს შეტევით ყოველთვის თავსი ჩემდენ. იგე ჩვენ წინაშე და ისტორიანია, ადრიასიანი ვიცი იყვნენ, ისინი სულ ესე იგი მაინც ესე იგი აი პირველი თუ კი რამე აქვს სასომხეთის ფეხბურთს ეგ არის შეტევა პირველი აქედან იწყება და ყოველთვის იყო ოვიანი დალაქიანი იქიდან დაწყებული და ბიჭები ყოველთვის აჩვინებენ რაღაცნაირად აი ტექნიკურ ფეხბურთს ხო და ნუ ეხა ის ფაქტორი რომ კიდე ფსიქოლოგიური ფაქტორი რაც ჩვენ გქონდა და ჩვენი მომზადება თუ მაგალითად მოსკოვის დინამოსთან ემზადებოდი რაღაც უფრო მეტი იმითი ჩამჯდარი თავით და იმითი მაქსიმალური თავდადებით აქ კიდევ ტექნიკას უნდა მიაქციო ყურადღება იმათი შეტევის კოლექტიურ შეტევას, ინდივიდუალურ შეტევას. ფეხბურთი გამოიშევა ყოველთვის ტექნიკური თამაში. ხო. კავკასიური. კი. ნუ ეხლა კავკასიური აზერბაიჯანიცაა და ნუ ეხლა აზერბაიჯანსაც ქონდა ტუევი, ბალიშევსკი და არკაროვი, ავაისამეული იყო, ამიტომ გაჯიევი. ხო, ამიტომ ბანიშევსკი. ხო. ამიტომ ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ არ იქნება ყველა უნდა გახდეს როლი გასაენება არ იქნება ვითომ ისეთი უჭირავთ რომ აუ გუში იყო გადაცემა სასომხეთი და საქართველოსთან იყო რუსულად იყო გადაცემა და მეც ვიყავი განწეული და ბიჭო რა ვარიანტია იცი რომ ესე იგი აუ ჩვენ ის ძნელი დაუყენებელი გვყავს ის არა გვყავს ეს არა შენ დააქცევ პირველ რიგში გიკეთებს რას იცი რომ აუ ბიჭო დასუსტებული ვარ და ამას ახლა ისედაც მოუგებ რომ არა ისედაც კი არა ამას ახლა ნებისმიერ წელი აღარ ჭამს უკვე აი შენ
მაგი დაზე ევროპაზე და სოფლიოზეც როდი ნახო ცნელები ხო რო ეთამაშებიან მაგალითად ბრაზილიის ნაკრებს აუ ბრაზილიას აკებენ თუ ეთამაშებიან და თავის თავს ისუსტებენ აუ ჩვენ ახლა არ შეგვიძლია იგი არ შეგვიძლია იგი ეს თავისებური ტაქტიკაა ეს თავისებური ტაქტიკაა და ამას ახლა აღარავინ აღარ იმაშობა ამიტომ ერთი რამეა რომ ჩვენ არა მარტო ხვალ ფეხბურთს თამაშობთ ჩვენ ხვალ პოლიტიკასაც თამაშობთ აი ურთიერთობაზეც სიყვარულზეც მეგობრობაზეც და ამასთან ერთად კიდე თავაწეული სასიარულოდ ერთი გვრის სამი დღე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა სუპრეჩება გერმანიის დემოკრატიულ ხდებოდა და გდრ-მა მოუგო არ დაეძახა ბრაზილიას და ვერ დაეძახა ბრაზილია და ბრაზილიას გერმანიას ყოველთვის უტირდა სტატისტიკა ჩვენ სასარგებლოდ არის როგორც გუნდებს შორის ასევე ნაკრებს შორის ჩვენგანაა სტატისტიკა ხო ჩემპიონატი ბიჭო ჩვენ საბჭოთა კავშირის გუნდებს შორის მხოლოდ და მხოლოდ სამ გუნდთან მოსკოვის დინამოსთან და ვარკოვიტი ისე იყო რა ყაები იყო და არის ყველასთან მოგივები იყო რა არის ახლა მომჩარეცი მომისინე ჩვენ შეხედე ერთ რამეს აი ამ ძნელი ჩვენი სანიონის გამოსვლასაც ხო გუშინ ტელევიზორში ილაპარაკა იმაზე რომ მართლა ეს ახალგაზრდა თაობა შემოყავს კიდე კაი რაღაც ახალგაზრდა თაობა შემოყავს ბიჭები და ამიტომ მაინც 100-ია თუ ისეა სადღაც მერე ცოტა ხნის მერე სოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ხო გვაქვს სათამაშებელი კაცი ხო ესე იგი ჩვენ არა მარტო დღეს ვემზადებით იმისთვის რომ რას ვინამთ იმასთან სასომხეთთან ამასთან ერთად სასომხეთთან ყველას უნდა დავანახოთ რომ ჩვენ იმ ფუნდამენტს ვყრი რომ სოფლიო პირველობაზე ვითამაშოთ მაგრად კარგად და გევიდეთ ხო სწორია რა თქმა უნდა ხო ამიტომ დასაბამი აქედან იწყება ხო აი წინა იმაზე ალბანეთს მოუგეთ იქ და ნიჩიევერი დაუმთავრდა და წავაგეთ და ვერ გავედით ამიტომ ორივე მატჩი კარგად უნდა ითამაშო მაშინ ბურთების იმას ხონდა ხო შეიძლება აღარ არის ხო ბურთების შეფერილობა აღარა ნუ ეხლა პრინციპში კანონი მაინც შევა იგი რომ პენლებიც მე შეიძლება ყველაფერზე უნდა იყოს მზად ერთი რეგული გამოვარდა და ყველაზე უფრო ფსიქოლოგიური მომზადება ხო ფსიქოლოგიური და აბარა ორ შეკითხვას პასუხი გაცე რა უნდა გააკეთო და როგორ არა რა უნდა გავაკეთო მე რა უნდა მემზადო და როგორ რითი აი ეხლა შენ დღეს უკვე იყო წლების მანძილზე იყო ფეხბურთი თამაშობთ ვახ მივეცი მე მომჩარას ბურთი და უყურებ მომჩარას გააკეთებს აი აღარა ვიცი მაგბურთი მომჩარას რომ მიეცი ძალი ვერა გაეხსენი მომჩარას ისტორია ესე იგი ხო და ხო ესე იგი რაც მეტი გახსნა გამოხსნა იქნება და რაც მეტი მოძრაობა იქნება და რაც მეტი შეცვლა იქნება ადგილების მით უფრო თემანდელ ფეხბურთს თამაშობ აღარ არის სტაიაჩი ფუტბოლი აღარ არის ხო აღარ არის ახლა სტაიაჩი კი არა სტარტებია ისეთი წარფეული არა არა რამან გადადიან შეტევაში და ისე არის ბოლომდე თამაშებია ორი პასით უკვე იქახა ბეკარესთან არის ამის ნუ ეხლა მაგთემა კიდე ეხლა მოდი ნუ შევატარებთ იმათ რომ ჩვენ ფეხბურთს ამ დავამერ ფეხბურთს იმიტომ რომ ყველა თავის ფეხბურთი მოწოს მე მაგათთან მემაჩნია რომ ჩვენ უკეთესად თამაშობთ აი რო ავიღოთ წარსულის სამეცნიერო ფეხბურთელები და ეხლანელი ფეხბურთელები წარსულის ფეხბურთელები უფრო მაგათონე მაუნჯარა ეგ იყო ეს ფაქტორი იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი კი ბატონო ამ ხელა სახელმწიფოს ჩემპიონატს თამაშობდით და იყო იწყებოდა ბავშვობიდან ეგ ბიჭო ბავშვობიდან იწყებოდა ეს მაუნჯარა ბავშვობიდან იწყებოდა შეხედე როგორი ტაქტიკა ჰქონდათ კომუნისტებს აღებული ჩემპიონატში ჯერ ერთი პირველ რიგში იწყებოდა ყველაფერი თელი აკადემია და იმაზე კაი არაფერი ფედერაციიდან გაიწყებოდა ბავშვების ფეხბურთიდან ქუჩის ფეხბურთიდან კი ბატონო ქუჩაში
ქუჩაში მახსოვს მე ახლა ქუთაისში რო ვიყავით იგანა რიონის პირას იყო ერთი ადგილი და ესე იგი სკოლიდან მოსული არ იყავი უკვე ბურთი თუ გამოიშთებოდა პური დაყიმით ყალით გამოდით ხელში საჭმელში არ ჭამდით დაიგე და ესე იგი ღამის პირველ საათზე 2 საათზე რო ატეხავდნენ შობლები ყურის სადახათ რატო არ მოდიხარ რატო არ წირგვაში და ეს ყველაფერი მანო რო გევიარეთ გაიგე ამან დიდი სკოლა შეიტანა ჩვენში ძალიან დიდი სკოლა ესე იგი ის ქუჩის ფეხბურთი აკადემიას ჯობია იმიტომ რომ რატო იცი შეხედე მაგრამ აკადემიაში ხო არ საათახევარი მოვარჩევენ და მოდის ახალი გუნდი გაიგე დაფრინა და იგი გატყარეთ აგანე დილამდე თამაშობდი თუ გინდა ასვალდეს თამაშობდი და რამდენიმე ბურთამდე იმიტომ თამაშობდი გავედე ხო და რამდენიმე სწავლობდი ბიჭო კონსერვის ბანკიდან თამაშობდი კი ბატონო იმენ ავჭარული რო ახსენა ცუდი ვოლკანძროა სანდლები გვიყიდა მომაჩება და პრობლემი ვარ და ვითამაშეთ იმ დღეს და დაგვეხავ იმდენი ვითამაშეთ და ცუგავ თქვერად და მომაჩება შეიძლება აღალს გიყიდით დილი და არა კიდე კაი რო იხინდებოდა მაშინ ჩინური კეტები იყო რო შამევიდა და სულ დახეული მქონდა მაგრამ რა არის იცი ბიჭო მანო ალბათ ღმერთი რო იბადები ხო რაღაცას ჩუქნის აი ესაა შენი საქმე და მაგრამ უნდა განავითარო საჩვენა ხო რა უნდა შენ განავითარო და რო ბესკეტავ და ამა ჯაიბას ხო არა მაგას არავინ არ ფიქრობს მაგრამ მე რო შედის იმაში უკვე საქმეში რო შედის და დეინახა რომ მიშამეცკი რო დევიჭირო უნდა სამჯერმეტი ვიძბინო გაიგე ხო ისტორია ხო და ამიტომ ბევრი ახალგაზრდა კი იკარგება თავისი ღმერთითა დაჩუქარი იმას, გაიგე? ტალანტით, ტალანტი, არა, რა ხო, აი გონია, რომ ჩემი ტალანტით ყოველთვის ვითამაშებდა. ბიჭო, ფეხბურთელის ცხოვრება ეს არის ბედნიერი დამოკიდებული. შეიძლება მაგზარ ფორმაში იყო, ყველაფერი, მაგრამ მე ის დაგემართება. ეხლა მამჩა შეხედე რა, ბიჭო, წავიკითხე, ახლა გაზეთში იყო, გონია, ამ გაზეთში, ბიჭო, ესე იგი მარადონას რა პრობლემა ექიმი არასდროს უგუნანეს ხო ბიჭო სპეციალურად ყავდათ გაიგე რომ ვითომ იმაშობოდნენ ამ დროს ფეხებზე ეკიდა ექიმს არ ეგონა რომ მოგდებოდა რა გამორჩა არ ეგონება და მაგ კი არა პროკურორიც თურმე შეგრული ყოფილა მაგენთან კაცო აი ახლა მოდი თქვათ ერთი რამე რომ მანო ჩვენმა ცხოვრება ჩვენმა ხო ჩვენ აღარ უნდა გაეკეთებია რამდენს ჩვენმა შენ უნდა იცოდე ექიმა იქ რა გააკეთა კი არა შენ მითხარი გივიჩოხელს სლავამეტრეველს ნიშამესს გაიგე თუ მინდა შუთა იმანძეს თუ კიდე შეომარკე თუ კიდე ყველას გაიგე რომ მიდის იმ სიტუაციაზე რომ შენ უკვე ის ისტრაფეები არ ახარ და ის არ გაგბეძია მე ვითომ გეფერები მაგრამ ამ დროს წადვიძია კიდე თუ წახვარ რეზო შენ ასე მოდრიჩე ლაპარაკო შეიძლება აჩვენებს ისა ტრენერი ანჩელოტი რომ შეიძლება თამაში წლოვანებამდე ბიჭო მაგის მაგალითი მოდრიჩის მაგალითი აგ მყავს მანუჩარა გაიგე შეხედე შეადარე ახლა მანუჩარას გაშობა გუნდიდან რა ფორმაში გაუშვეს მოდრიჩი რა ფორმაშია და რა პრატენის ტრენერი კიდე თუ არა მოდი დაგვანახე რას თამაშობ ვერაფერს ვერ თამაშობს ესეთი კაცი ახლა ერთადერთია გასაყიდად თუ ამზადებენ საღაცად თუ არა მოდრიჩის დღეს იმ გუნჩი არა მისი ადგილი და გამოყავს 20 წუთი 25 წუთი ბოლო იმაში და კაპიტიზლებას გაუკეთებს ხო ვიცახოთ იმაზე რომ დამცველები ბიჭო დამცველები მეკარე
თავის საჯარიმოში კომბინაციები თამაში იწყებენ ეს გამოშტერებულები ბიჭო რა უნდა შენ რა უგინდა შენ კარებთან შენ იმაში გუნდი ხო აი რატომ უნდა თამაში გააფუჭე ხო არწევენ მე აგო ბეკარებს ბიჭო ახლა კიდე კაი ცოტა დაივიწყენ თუ არა ასე რო ვარტოვდნენ მანო ეს ჩვენადაცები და ხო არ ვიცი ალბათ ყორგაცოა ასე წართული კი რა ასე რა ჩართული მაშინ ვარტოვდით მუშტა ასე რა საერთოდ მუშტათან რომ შემოტრიალდები ჩვენი პერიოდის მომენტში მე მახსოვს ნაკრებში რომ ხდებოდით რუსეთში რომ ხდებოდით მოქნეულ ასე ფეხში დაჟე ხო იცი ეთამაშები იმას და პლანს ხო და შეხედე და ბურთს რომ ეიქნებდა ასე რომ ეიქნებდა ბურთს ასე ხო მე მომიტეს ყველაფერი რას ქვია შენ ასე შემოტრიალდებოდი ერთხელ მახსოვს ევროპის პირველობა იყო რაღაც თამაში და მოსკოვში ლუჟიკავში თამაშობდით და გონია გერმანელებს ეთამაშებოდით ვიღაცა პოლუზაშიტნიკმა შევხედე რომ უნდა დაარტყას სასტრაფლოი მაუნჩარ და კერო მატროსოვი რო ჩაუწვა ხო იცი შევიოდი და კიდე კაი ამაცილა თუ არა სახეში მომხდებოდა შეიძლება ეხა წარამარა არის სახეში მოშობია ხო ასე ხელი დაიმიტირებოდი ხო და წინა თამაში რო თქვა ურუგვაის რო ხდებოდი და აფონინი რო გაჩერდა გადავიდა გაჩერდა რაზე ჩერდები სტუდიას არ უდგე და პაუზაში მოტყუდნენ მაგ ეხა რა იყო ვიცი შეხედე ჩემი ადგილი იყო კრაინზაშნიკი ხო? ახლა პერსონალ კაცს რაც გეთამაშობდი თუ ვიდერთან მომაგიდებ ხო და აფონინი ლოგოფეტი და პანამარიოვი იყო ჩემი ისი ხო და როდესაც ამხანაგური თამაშები იყო მაინც პირველ ნომრად მემაყენებდი როგორც კი იყო ესე საჩემპიონატო დაიწყო როგორც კი ამხანაგური იყო მაგალითად ინგლისის ნაკრებს უნდა ვთამაშებდით და ბრაზილიის ნაკრებს უნდა ვთამაშოთ აი ორი თამაშია და ესე იგი მე ამომაგდეს და დააყენეს ლოგოფეტი დედამისი მუშაობდა დედამისი ლაგაფეტი არა ხო ნახევარწრიული და ხო მაგრამ შეხედე მანო აქ თავარი კაი ბიჭი იყო თვითონაც საძმაკაცოშიც კაი ბიჭი იყო მაგრამ დედამისის ხალხით ათამაშებდი კაცო აფონინი და პანამარიოვი სიძეები იყვნენ იმისი ნაკრების ტრენერების ორივე და მე ჩემადგილე თამაშობდა ყველა და ხო და მაგრამ ბიჭო რა იყო იცი 5 წელი ყველა ოფიციალური თამაში მე მაგ თამაშები ოფიციალური ამხანაგურად ახლა იმგესაც ეთქობა ხო იცი გეწერება და აი ეგ მაშინ რომ შენ ნაკრებში ტრენერი მაგარი ყოფილი რა ოფიციალური გათამაშა არა ოფიციალური რა იყო იცი ოფიციალურზე ყველა ტრენერი პასუხს აგებს ბიჭო შენ ახლა ასეა თუ ისეა ყველაზე მეტი წაგებაზე ყველაზე მეტი დანაშაული უკვე წნელზე მოდის ამიტომ წველი მაგრამ ამ ამხანაგურზე და ამ სადაც საჭიროა თან არ გვინდა ეს კავაზაშვილი ზუაშვილი ხურცილავა გაიგე ასე ასათიანი და ასე მიდიოდა გივინოდია გაიგე 6 კაცი ერთმანეთის გვერდში ამიტომ იქ უცბად დავა ვიღაცა ვით როდი ლოგოფეტი ზუაშვილი ამოვაგდეს კავაზაშვილი მიდადგა მიტო და ეყოფილიყო რუდაკოვი ხო ნუ ეხა პრინციპში ეს შეიძლება დღეს ეროვნულ ჩემპიონატშიცაა და ყველგან არის. გაიგე, იმიტომ რომ თავისიანი ახლობელი ძმაკაცის ის ასე ამხანაგურ თამაშებში სადაც არა, გაიგე ის მეტი ის პასუხი ამიტომ სოხეთის თამაშებს ყველა მოზაუდაში ევროპაზე ფინალი წააგო და განათავისუფლოს ხო? კი ბატონო, ხო, თვითონაც მიდიოდნენ ბიჭო. წაგებული მიდის საბჭოთა ნაკრების მცველი რო იყავი, თბილისის დინამოს ნაკრების თბილისის დინამოს რო იყავი. გაიგე, მცველი თუ წააგებდი, გაიგე, ვერ იყავი, უკვე მოხსნილი იყავი, ნო ეგ ლაბანოვსკიმ გაიყვანა ფინალში და ეკითხებიან ფინალში, თამაშამდე რეავიდუ ფინალ, მე ფინალში იასკაჟარ რეავიდუ ფინალ, აღარ უდგია ჩემპიონი გამო. ხო, მაგრამ შეხედე, ახლა შენ მეორე მხარეს დაუკვირდი, მეორე მხარეს. აბა ნახე, ესე იგი ლაბანოვსკი და კიევის დინამო. ხო? ლაბანოვსკი, კიევის დინამო, ნახე, ესე იგი, რამდენი გუნდი ყავდა უკრაინას?
5 7-7 აზრდა 4 მინიმუმ 400-ას. აბა რა. გაიგე? ესე იგი უკვე საჩემპიონად გამზადებული იყო დაწებული არ იყო თამაში. დარეკავდა რა მიცემდი? არა, მე ბიჭო, მე ახლა მე ცნობა როდესაც წევედი კიევის დინამოს ვეთამაშოთ. და რაბანოვსკი იმაში შევედით. თასი უნდა უკეთამაშა ქუთაისის ტორპედოს და კიევის დინამოს. ხო და იგი მიწევდით მოსკოვში დაგვიბარეს ტრენერები რომ სად ითამაშებთ იგი უნდა ამეგოღო ის ხო განჭესკა იყო გაიგე კიევში ვითამაშებდით თუ ჩვენ და თუ იმაში და ასე ყველა გუნდები გაიგე ვითამაშებდით და მე ვიდა ლაბანოვსკი და რეზო და პირველი გრუ хочу чтобы ты у меня играл გეიგე ვითხარ მე უთხარი და ამეიღე რადგან ჯეჯე მე ვითხარ აი ეს მომგები ვარ ახლა მე ვითხარ ასე მომგები ხო და ადეგი და მე იღე თუ გინდა თქვა ხო ლადნა და მივიდა უთხარ და ამეიღო სადაც მაგასულდოდა ახლა რჩევდი იგანა პირველ თამაში იგანა თამაშო მამჩო რჩევდი მე ვიდა და მითხა რეზო ხო იცი მაშინ სად იყავე ქუთაისის ტორპედოს ტრენერი ვარ ბიჭო გაიგე თუ ბენკლაში ვარ თუ იმაში ვარ ხო და მე უთხარი არა ესე იგი ხო მე უთხარი ვალერი ეს თუ ვიგრე უწია დავე ადიმიას ვიგრე გაიგე ერთი მუთი შემიდა მეტი არა თქვა ხო ლადნა და ახლა რა გინდა ამისთვის გაიგე ესე იგი ხო და მე უთხარი რა გინდა არაფერი შენ გიჟუხარ რა უნდა პეჩიო მე უთხარი ვალერი თქვა და ბიჭო ერთი ტოლს ვაგებთ ხო და მეორე მაინცემებდო. ხო და მე ეს ხო შემომთავაზა იგიც, გაიგე რაღაცა. ხო, საჩუქარი და რო უთხარი, ვარი რა მიქნა, იცი? წევიდა და აქედან მივდიოდი რაღაცა რუცესის ათამაშოთ. და ბილეთები და იგენი ჩვენ გვიყიდა ყველაფერი იმისი. თითრინავს. ეს საქმე რა მაგაზე. არა. ნუ ახლა ხო გადავ არა და კიევის დინამოში უნდა გენახა საჯები რო ჩადიოდნენ პირდაპირ მიყავდათ მაშინ იყო მაღაზია ხო იყო აბა ვინის მაღაზია ვალუტნი მაღაზიების რო უძახო ხო და თავი შუბები დიმითინ და დუბლონკები და რა ვიცი რას არ ჩუკიდით მაგრამ რა იყო იცი ამას მიჩოვლი ვიყავით და ეგიც უნდა ეგეტანა არა მანო კი ხო სადი შემხარერე ჩემბეკელ დაგიზდები შეწარებული მანაჭი რუსეთში გასვლაზე ხო ვიცოდეთ საჭი ვინ აკეთები იყო და რა უნდა აკეთებინა კიდე გაიგეცო და დაშაგულები ვიყავით სუბოლო არა ურთიერთობაც ხანაერია არა ნუ ეხლა ბიჭო რა იყო იცი კიევი შეიძლება წარმოიდგინე უკრაინა რო ახლა დღეს რო ომობს და რუსები და ბიჭო 6 გუნდი ყავდა 5 გუნდი 6 გუნდი იყავ მაშინ 5 აძლევდა ხო 7 5 გაძლევდა 5 უკვე 5-6 გულა 30 გულა თუ დაჭირდებოდა და ამიტომ ჩემპიონები მითო იყვნენ სულ მერე და ჩვენ თბილისის დინამო ქონდა ლობანოვსკი მას მეგონი მაგარი იყო თქვენ უკეთეთ კი ბიჭო მეცნიერულად ასაკუთრებდა და ყველაფერს ერთუცი რა სიჩქარით უნდა დაერტყა ბურთზე რამდენი წამი უნდა ეფრინა ბურთს ეს ყველაფერი გამოქვეყნებული იყო დასაბუთებული მეცნიერულად ხრომისინე შეხედე ახლა შეხედე ესე იგი ლაბანოვსკის პლიადა, ახალკაცის პლიადა და გაიგე ეს პლიადა ესენი და ევიდე კიევის დინამო მასლოვის პერიოდში მასლოვი გენიალური ტრენერი, ძნელი, რომელმაც შექმნა გაიგე ახალგაზრდა გუნდი. აი ბიბადასაბანესი. ხო. ბიშოვეცი და ეს. ხო, ბიშოვეცი და ხმელნიცკი და რა ვიცი, უზაში და სელებრიანოვიც იყო და მუნტიანიც და დაჟე პარკოვიანიც მათ ბომბარდირი გაგაცევით კიევლიან ხო და რა იყო იცი იმდენად უკრაინა ხარჯავდა მაშინ ფულს ყველა კოლოტოვია თელერუსეთი eta გამოდა და მეიპარეს თითურნავში და წამოიყვანეს უკრაინაში. დიდი ქვეყანა იყო და უდიდესი ქვეყანა. და მანუ პოლიტიკურადაც ხო ხედავ დღეს რები ხდება. პოლიტიკურადაც ეხმარებოდა რუსები. რო არ ეტეხათ ეს ბაზარი ახლა რაცა ატეხი. ხო და ამიტომ გინდა თუ არა ჩვენი პერიოდი
თურმე რაფერი დასაფასებელი ყოფილა. სად იყო ახლა 10-ზე რო გაყურებიებენ, ახლა რა მოხდა? იყო თუ არა პენალი, იყო თუ არა ჯარიმა, იყო თუ არა იგი, რასთან მარაგო. ბარი და ახლა იმაში თამაში. მინსკში. ხო და მინსკშიც კაი თავდასხმა იყო. ხო. რუსიგინი მალაფები. ადამოვი, ვასილევი და ადამოვს ვიჭერდი მე ხო და მასმაჩენკო კაიზე ხო. ხო და თამაში მიდის ბიჭო და გაიგე უყურებ რომ ჩემზე წინა წასული ადამოვი. გაიგე და ამიტომ დაბალი იყო. ხო, დაბალი იყო და ადამოვი და გაიგე და რო აწევენ ბურთს, გაიგე ლაღალი ბურთი მიწეს და მე ახლა ავწი ასე ხელი და იგი ის საჯი ვიყურებს და ჩამსტვინა. გაიგე? ჩამსტვინა და შეხედე ამ დროს რომ სტვენს ადამოვმა აიღო და სკოდუ და არტყა და შეარდო. და რა ქნა, იცი? შეხედე საჯმა გააგრძელა სტვენა და შემოატრელა ხელი და ცენტრში და ასე ხო ხოფშტენა ხო უნდა გაჩერებული იყო. ამა უფრო მეტი გააგრძელა და ესე იგი არისო იგივე ვითომ აფსაიტია არისო. ნუ ეხა მაგარი ტექნოლოგია ქონდათ მაშინ საჯებს ყველანაირად და ეს უნდა გწოდნოდა რომ გასვით თამაში 80% წაგებული იქონდა ხო და ამიტომ მაგასაც უძლებდით. ანუ არა? ხო და ნუ ეხა პრინციპში მე ჩვენ კი არ მივტირით რამეს პირიქით, ამაშიც უფრო მეტი ვიზდებოდით ბიჭო. ამ რაც კარგია უნდა მივტირო, აბა რა უნდა. ხო, ამ წალებაში და ჩემპიონი და ამ წალებაში და ამ იმაში მაგი არა ბიჭო, სოფლიო პირველობიდან, ევროპიდან გამოგვაგდეს ნაკრები. ნაკრად გამოგვაგდეს საჯებმა. გაიგე და რასიზმ არავის რუსები არ უყვარდა. თვითონ ზედამო დაჩაგრული იყო საქართველოში, იმიტომ რომ ქართველები ვიყავით და საზოგადოებაც იმიტომ რომ რუსები ვიყავით. ხო და ნუ ეხა ეგ პოლიტიკა რუბენის 60 წელს როისაჯა ტორპედო ტიტარენკო რუბენესი და რუბენისმა მე 10 წელი აღარ ამსაჯეს. ის დაეთქო იმის რავი და მაშინ გარეთ პენალის მოვცა ყველაფერი. ეკუთვნოდა და იმიტომ თან ხრუშჩოვი მოხსნეს იმ წელს. ბიჭო, ნუ ეხა პრინციპში რა ჩვენ მოდი მაინც გავჩერდეთ კიდე გადავედით გადმოვედით ბევრ რამაზე იმაშობით, მაგრამ ჩვენი ნაკრების ყვალინდელ თამაშზე ბიჭო მოუწერეთ ვეროდებით საქართველოს ხო და ეხა მართალია ეს ისტორიული მატჩია ქართველებს და სომხებს შორის ისტორიულად არსებობს ტრობა ფეხბურთში და მე მგონი ამ შემთხვევაში შეუნა გავიმართოთ რა ვიცი ყოველთვის ამას მაყურებლები მიდიან ჩვენგან მიდიან ლაკიდი აქვს ბილეთები და მოიწესული ეს ორგანიზებულად ეს ძალაა რა ხო და ეხლა პატარა პატარა უნდა უსულოთ ჩვენ ტელევიზიიდან ჩვენიდან რომ სადაც დაიჭერენ რომელიც რაც შეიძლება მიურჩიათო კოსტორია და რაც შეიძლება ნაკლები მოუშვან ხო მოვიგებთ მაშინ ვეტერანები არიან ხართ ვეტერანები ბიჭო რა თქვი და ჩვენ ვეტერანები აგერ ჩვენ ახლა დღეს ვეტერანების სახელით აგერ ემარშობთ გაიგე თეორიულად ვამზადებთ ჩვენ აქ დავესწრებით ასიქოლოგი დაესწრებით გაწუხე ხო თეორიულად ახლა თუ ვინმე ნახავს ჩვენ გადაცემას ჩვენ ფეხბურთელებიდან ხო უნდა ურჩიოთ რომ ანუ აგერ და უნდა თამაშები რო ითამაშეს იმის ფონზე რა თქმა უნდა უკვე ხო მაგრამ შეხედე არსებობს ფეხბურთში ეგეთი ვარიანტი ბოლო თამაშები ისე ვითამაშეთ გაიგე იმან წაგვაგებია მე თამაში იმიტომ რომ მე ცხრაწეული ვარსკვლავი ხო და ეხლა მართლა ვარსკვლავები ვინც ყავს არ თამაშობენ ხო ხალი არ ითამაშებენ მაგრამ აქ ითამაშებს კვარაცხელიაც და რა ვიცი კიდე არიან ყველა ვარსკვლავი არის თამაშობენ ხითარიანი არ იქნება ხო ხვალ ბიჭო ხითარიანი საერთოდ
ხითარიანი საერთოდ რა იყო, იცი, აი არც ახსენებენ და რაშია საქმე, იცი ბიჭო. მაგ მოხდა პირადული რაღაც. პირადული რა მოხდა თუ იცი? მე ახლა მე მითხეს სამსახური წამოვიდა. არა. სომხეთის სამსახურიდან. ხო, მაგის დადა ძმა. მუშაობდა თურმე ფედერაციაში. და გამოყარეს იქიდან და ამიტომ მე ამან ვარი მანამდე თქვა უარი შეიძლება მაგარი ფეხბურთელია თო. იგი ყველა შევია მაგი ჩატვარებ ყარაცხელია იმაში ერების არაც იმაში სასომხეთის ნაკრებში იტალიაში თამაშობს ერთ-ერთი საუკეთესოა და მაინც ეხლა მამამისიც მახსოვს მე გამლებ ხიტარიანი 3 გოლი გაიტანა ერთ თამაში ჰეტრიკი შეასრულა მამამისმა ერევანში თამაში ბიჭო მე მაგალითად ამალიანი გახსოვს ლოკომოტივში მაღალი ბიჭი ბოლო წუთზე გაგვიტანა პირველი სანტეკიანი კარებში რო ქუთაისის ტორპედოში თამაშობდა მე თამაშები ტერელის არარაც მაშინ ხო სპარტაკი მაშინ ხო და ქუთაისიდან წასული ფეხბურთელი მე რომ ბურთს აწოდებდი ოვიანი სახო სარკიცა ოვიანი ხო და შეხედე ახლა ხო და სოხუმშია დაბადებული და მოძებნილი ყავს და მოყვანილი ყავდა 25-და სკოლაში ჟორდანიას ანდრე დიმიტრიჩის იგი მონახულია ანდრე დიმიტრიჩის მონახული ფეხბურთელი რამდენად ნიჭიერია მე აჩვინა მაგას საუკეთესო იყო იმაში სასომხეთში რო ჩევიდა უკრაინის ნაკრებში თამაშობდა ჟორდანია არა ეს სპარტაკში ვიცი ჩვენი ნაკრები თამაშობს ვაზგენ სარკისიანის სახელობის სტადიონზე კი ის მაგრამ აი შენი აზრით მანო აი მითხარი შეხედე სომხეთის შეხედე ახლა კაი რა მახასას შეხედე რატო დიდ სტადიონზე და კაიზე არა და რატო პატარაზე აი ეს რა პლუსია მაგენისთვის ეს ერთი და შეხედე ახლა ჩვენ ნაკრებზე შეხედე ჩვენ ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა გაიგე და დინამოზე თამაშობთ უკვე გაიგე ჩვენ დინამოზე ესე ჩვენი ნაკრები აქ თამაშობს დინამოზე ბევრი მაყურებელი როდა ეს არა ბევრი მაყურებელი ხო ჯერ ერთი გძალავდნენ არ უნდათ გაიგე მაგრამ შეიძლება ბევრი მაყურებელისთვის თუ რაღაცისთვის მაინც უფრო მეტი კლასიკა ნებისმიერ ჩვენ ფეხბურთელებს დინამოს სტადიონზე მეტი ქონდა სათამაშო ვიდრე ლოკომოტივზე და საქართველოს თამაშობდი გაიგე და ამიტომ ჩვენ ერთრამეს ყურადღება მივაქციოთ იქ რატო დინამოს ალამი გაიზარდა იქ რატო გათამაშებდნენ ახლა მე მგონი შეშინებული არიან შენი შეგდებული გოლით დიდ სტადიონზე ალბათ ალბათ ეშინია გაიგე მანჩესტერი არ მივიდეს კიდე ვიღაცაო ხო და პატარა სტადიონზე მიყავთ ალბათ გასულ პატარა სტადიონზე იქა ხო იგი გაიგეცა და 17000 რაღაცა ვაზგენ სარკისიანი მიიღო სარკისიანი ფეხბურთელი იყო მაგრამ გავრცელებული გვარია პრეზიდენტი ფეხბურთელებიჩე არკადიანზე ფეხბურთელი იყო სარკისოვიანი ვატო დალაკიანი იყო ალოშ აბრამიანი ძმები აბრამიანები გავისტიანა და ისლები ჩასულები კი ბატონო მაგრამ ეს სარკის ვაზგენი ხო მაგრამ მე მგონი მანუჩა გაიგე აი ერთი რამე აი ყველაფერი მომაძაღლობა ვისტაროთ ამ ფეხბურთში მაგრამ ეს პატარა სტადიონზე თამაში და პლუსი ამგენისთვის აი რაღაცა სომხურს მიკეთებენ ბიჭო შეიძლება რა სიცი ესე იგი ახლოს ახალ უფრო მაყურებელი გიყურებს ხო რაც უმეტი ახლოს ახალ გაიგე იქ მიდით მიაწეკი ყვირილი იგი როგორც უცხოეთში არ არის ის საფენი ბილიკი ხო არ არის უცხოეთში არა და მაგი ისე სხვათა შორის ჩვენი მთავრობის საყურადღებოდ ერთი რამე უნდა იცოდეს რომ სტადიონს თუ ვიშენებ საფენი ბილიკები უეჭველი დაქონდეს რატო იმიტომ რომ მოედანზე რო გადის სავარჯიშოდ გუნდი მეორე გუნდი რო გამოდის იმან რაზმიგა უნდა გააკეთოს საფენი ბილიკებზე თუ არა სტადიონზე 15 ნახევარ საათში ვერაფერს ვერ ისწავლ
ხოთორია ამიტომ სარბენი ბილიკებით ბიჭო გევიზდათ ჩვენს ვისწავლეთ სირბილი ყველა არა რა ვის შეგიშულდა სანელთან ერთად დარბოდნენ და სანელთან ერთად იმაში სოხუმში უნდა გენახა ხაჭაპურზე ვკრავდით ერთმანეთს ხაჭაპურს ვიდიხით და ვიცაგებდა გაიგედა აი მას რო გადახდებოდა თურმე იმას ვეჯიბრები მე სირბილში ხან და იმაში სამი ზოლები და მე უნდა გენახა ერთად უნდა დავდივით იმასაც ვეგანით ხო შოშტემოლიშვილი რო იყო ის გადაიცვალა რა 60 მეტრზე იმაში სირბილში ბაიდარკების როლაში ხო ეხლა სირბილში და იმას ვეჯიბრები და არ გავეკიდე და ერთ სამ ნაბიჯი მიას ხო ნუ ეხლა პრინციპში ასო სარველი ვილიკები ჩვენ ვარჯიშები ქონდა და დავუძით 400 მეტრს და 400 მეტრი უნდა გამოსულიყოთ ერთ წუთში ბავშვ მოკლედ რა არის ახლა იცი სასუნღეჭო თამაშობ კი ბატონო შენ რა შეიძლება რაღაცა ფსიქოლოგიური ფაქტორი აქედან ჩელეს ეკლესია მიაწოდე იმგეს რაფაში აღდონ გოლი გაიგე შორიდან რაფა დააყან როგორ დააყან იქნება სამში მაგრამ უნდა მოიძებოს და უნდა მეაზრო წარმატებას შენი ხილი აი ხო აზბუკა მორზეროა ხო იცი ეს უნდა გადაცე რაღაცას ნახევარ დამწვეს გაიგე დაარტყი ჩორეკა შვილები ყავს რომ უნდა ვითამაშოთ სომხებსაც მაგარი მოკლედ ჩვენ მე მგონი მაინც ჩვენ სომხებმა და აზერბაიჯანმა კავკასიაში ერთმანეთთან რაც შეიძლება ბევრი თამაში ვითამაშოთ რომ გაიგე რაღაცა დევეწიოთ იმგე თურქებს თურქები ჩავთო თუ გიდა ანუ 4 ჩემპიონატი რო შეიქმნა რა იქნება თუ ჩემპიონატი არა ამხანაგური მაინც ვითამაშოთ ამერიკავკასიის ჩემპიონატი ჯოთია რომელთაც აზერბაიჯანიდან 4 თან შეხედე ბიჭო თვითოულს აზერბაიჯანს ბანიშევსკი ყავდა ვერ ჭედო ვერ ხო სასუმხეთად ზავალით თავდასხმა ყავდა საბჭოების იმაში ისტორიაში საუკეთესო თავდასხმელი იყო მე ბლოხინმა იმას კაცო მაგრამ ხორვატი მიიღო ბანიშევსკი თამაშობდა ჭანჭალეიშვილი ჩვენი ქართველი იგი დაწვაში ლევიდაში ხო იგი ახლა მე დაიჭირეს საერთოდ გამოგიყვეთ ეგრე აღიარესო საუკეთესო ცენტრალური საბჭოთა კავშირი იყო ბანიშევსკი იყო ძმო მაგარი მახსოვს 66 წელს ჩემპიონები გახდნენ ბრონზოვინებში სპარტაკს გაუხატა არა მეოთხე ადგილზე გავიდა არა ბრინჯავა ჩვენიათკა გაუტარა ბანიშევსკი მაგარი იყო ბანიშევსკი მარკაროვი კაი სტადიონიც alizadebegeni და მე მგონი კაი პრობათ ამ იმიდან ბენზინიდან კიდე კაი ფულშეულობენ და მე მგონი აფინანსებენ მაგ ყოველთვის შეიძლება კაი გუნდის გაკეთება მაგრამ ცხადაძე არა ევროპა მაგრამ ევროპა ბიჭო ახლა გადაუჭოკა ყველას ფულს იძლევა ორი თამაშით კვირაში ბიჭო ორი თამაში რა ვალე ყოველ კალენდარია როგორ შეიძლება ნუ ეხლა შეხედე ფეხბურთის მიდის კალათბურთისკენ ამ ცოტაღაში ნახე როგორც კალათბურთში 15 წუთი გავა შემოვა ისე იზამენ ფეხბურთში ხო ქნეს ახლა ბიჭო ორი კაცი მე ჯერე იყო და ერთ კაცი მე ორი ახლა 6 კაცი შეცვლა შეგიძლია და დაამატებე 4 მაგრამ და შედი გამოვიდა ითამაშე როგორც კალათბურთის ძალიან ბევრი რამე გვაქვს გადაღებული ჩვენ მე შინა შეცვლა მოხდა და წუთები არ დაამატა ისე ჩემო როზო 1-4-5 ისეთი წინადადება მაქვს ხო გენაცო ფიქრობ ხო არა აქ სათქმელად კი არ ჯერ ხო ხალხს და ხო არ გავაგზავნოთ რა უეფაში მე შეგითანხმოთ რა ჩემო მეგობარო UEFA გააგზავნა ხო დიდი პრემიას მიიღო პრემიის გულისისკერა ბევრი რამე შესაძლებელი რა აი და რო უყურე აი ეს რო დახტეს არა მაგრამ ატლანტის წუთნელი რა ვარია ეს ჩინაობა ხო იქ არის გამოს ხო ჩამპიონატის ფერიდი უნდა აუგზავნო აი თუნდაც სარბად მერიგზე წუთნელს თამაშის დროს ყოფნა უნდა აუგზავნო ხო ნუ რასაკვირველი ახლა რა არის იცი ტრიბუნიდან არ უნდა გამოვიდე ბიჭო რა იყო იცი შეხედე მაგის ფაქტორი ქონდა ძალიან მაგრად იაკუშინა პირველად მაგან დაიწყო მაგ ვარიანტი ჯერ რა შევოდა იცი კარებს უკან დგებოდა ჯერ იდგა მერე იჯდა გაიგე და
აქიდან რევას დამიძახა ერთხელ ტიპა ჩემონია კრილსია Утгори я думал, он меня не даст, Пасквада. А ты думай, дурак, что он тебе даст. Гайге, давай посмотрим, как вы митхра. Гайге, а ты думаешь, что он тебе даст? Укридан, икидан. Мере дача церчиижда, вичи. და სულ ესე იგი პლისკა დაგიძახებდა მოიმე უნდა ისე გეშინოდა გაიგე გამოწვალოს პლისკა მიდიოდა ფსიქოლოგიურად გამზადდა არა მაგარი ფსიქოლოგი იყო მაგარი ხო გითხარი ერთხელ კიდე აუ მიხარია მაგარი თამაში გამოვედი და აუ ძოძვაშვილი как хорошо сыграл я что его ставлю чтобы плохо играл да რა რიცი ამით ყველაფერი ნათქვამია ამით ხო არა ამიტომ მოიკალი ჩვენი ველოდები საქართველოს სომხეთის თამაშო ჩვენ უსურვოთ მამჩა ჩვენი მერტის წყალობით რა ჩვენ გვინდოდეს და ჩვენ გახარებას და მურთი ბოლომდე ბრძოლა აი ალბანეთის ვეტერანების სახელით ჩვენ გულშემატკივრების სახელით უსურვოთ აგერა უსურვოთ გამარჯვება და ერთად გვეზეიმოს იქით-აქით თამაში რომ ერთ პულმარს მევიგისევ ზო და სიტყვა რა როდის დამიხევია უკარ ისასისკი ხო იცი ის ისასისკი კაი შემჩერიმე მადლობა მე რომ ამას მოგვასწრო რომ კიდევ ერთხელ ამ კაი თამაშსაც ნახავთ მე შევხედავთ და ჩვენ და სომხები კი ვითომ ერთმანეთს ვეფიშკმევით მაგრამ მაინც ძმაკაცობა და ხო მეგობრები ვართ ყოველთვის და ვიხარია და გვირეკავენ და იმასო გვილოცავენ და ბადებას ყველაფერს თავრობა არ მედის წავა ეს მოგა ჩვენებიც თავრობა კი ნუ ეხა პრინციპში გააჩნია პოლიტიკურად როგორი ნაბიჯები იქნება თბილისში და თუ გამოშლები იქნება ერთად აბა კარგად მოდი კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადოთ ჩვენ გულშემატკივარს ჩვენ გვისმენს და ყოველთვის ამ ასეთი ჩვენი გადაცემის შემდეგ კარგი იქნება თუ დარეკავთ აქ ტელევიზიაში და გვეთყვით თუ შეიძლება ამაზე ილაპარაკეთ იმაზე ვილაპარაკოთ სლავამეტრი ვერზე ხო ვილაპარაკეთ ვიშაზე ვილაპარაკეთ გივიჩოხელზე ვილაპარაკეთ ახლა ბასახოხობერიძეზე პაიჭაძეზე და ჯეჯელავაზე იგი ჩვენ არ იმაზე ჩვენ ვერ ვილაპარაკეთ და არ გვინახავს მაგას თამაში მაგრამ ანდრე ჟორდანიაზე ვილაპარაკეთ ამ მაგან გაგზავნოთ ყველა ამ გაჩინა და გაგზავნოთ გზაზე დაგაყენოთ მადლობთ ყურადღებისთვის და ხვალ კაი ლამაზ თამაშის ყურებას გისურვებთ გულშემატკივარო